აი ერთ-ერთი ასეთი ლექსი მაქვს კიდე დაწერილი ვაზზე. ვაზებს რომ უდიერად რომ ეპყრობიან ზოგი ჭრის მსხმოიარე ვაზი როგორ უნდა მოწერა ქართულმა ადამიანმა რატო ხელი არ აუკანკალდება იმას ვინც მსხმოიარე ვაზს ჭრის. და ერთი ასეთი ლექსი დავწერე და ვაზს ვალაპარაკებ მე საერთოდ უსულო საგნებს რამდენიმე ლექსში ვალაპარაკებ, წერან ალბათ მოისმინეთ რომ უნაგირას მთავარ ვალაპარაკე, გვირგვინას მთავარ ვალაპარაკე და ეხლა ვაზს ვალაპარაკებ. რომ გაჩეხეს ვაზი. ერთხელაც ღრმად რომ მეძინა ვაზის გუდება ჩამესმა. ღრმა წელში წასულს მეწყინა რომ არ მაგვიძა აისმა. ავდექი ყური მიუგდე საწყალი ვაზი გოდებდა მინდა რომ მის გულს მიუდგე მე ვაზი სულ მაბოდებდა. მიწის პირს იყო ნაჭრევი სასუწარქვეთით მიცხერდა ხნით იყო ნაჭარ მაგევი თვალთ ცრემლი უცი მციმებდა. ვაზმა დაიწყო მოყოლა იგი სიმართლის მთქმელია უღირსი ხალხისა ყოლა პატიოსნისთვის ძნელია. ზამთრობდი გულმა რომ მიგრძნო ვეღარ გავშლიდი რქებსაო ადამიანო შენ გულღრძო რატომ ჭრი მენაქებსაო ვარ ჯიშიანი დასარგო ჩემს ხორტებს უშვერ მიწასა წვიმასა ვინც მიპატრონა დადამრგო რა პასუხს აძლევთ იმასა ჩემს ფესვებს სულ გაუჭირდა ისინი ჩემი არიო ადრე თუ დუშმანი მჭრიდა ახლა მჭრის შემიანიო დღისით მზე ვეღარ ვიხილო ღამით ვერ ვნახავ მთვარესა ვერაზროს ვერ დავიხინო ამ ვერნად ქცეულ მხარესა ადრე როდესაც მივლიდნენ ვიყავი სანახავია გამვლენდი ღიმილს მithვლიდნენ გულით ხარობდნენ სხვანია მაგრატერს როცა მიღებდნენ ეს ჩემი გულიც ლაღობდა ტურისტნის სურათს მიღებდნენ შაშვი ჩემს ჩtildeში გალობდა წმინდა ნინოსგან ნაკურთხი ვარ სამშობლოსი სადარი ჩემგან მზადდება საკურთხი ჩემებრ საჭირო სადარი უჩემწონოდაც ვერ ძლებენ გინდალ ხეში თუ ჭირშია ჩემ ღვინის ზალით მტერძლებდნენ ონში თუ გასაჭირშია მზისა და მთვარის დანახვა თუ მეღირსება ნეტაო დაფიქრდეს მე ვარ თანახმა ვინც ასე გამიმეტაო ახლა ამას რომ გიყვევით ცრემლით მევსება თვალები წინაპართ წესებს მიყევით ასე არის შენა თვალები მაგარია